აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ლუკა ღვინჯილია, მარიამ მურღლიანი, სარა ბენდელიანი, ნათია გადელია, ლუკა სილაგაძე, გურამ ვეკუა, ნიკა კვეკვესკერი, ირმა ხეცურიანი. სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ კობა გეგიასა და თენგიზ ნორაკიძეს. სპორტსმენების დაჯილდოების პარალელურად გაიმართა განახლებული წიგნის აფხაზეთის სპორტული ქრონიკების პრეზენტაცია. წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა კი სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება. აფხაზეთი არის გამორჩეული კუთხე საქართველოსი, რომელმაც აჩუქა არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ჩვენს ქვეყანას. 2025 წელი დარწმუნებული ვარ იქნება კიდევ უფრო წარმატებული ჩვენი სპორტსმენებისთვის და ზოგადად საქართველოს სპორტისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენ სახელოვან სპორტსმენებს მიზან დასახულობისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. პრიორიტეტული მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ სპორტსმენების ხარდაჭერას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი როგორც მუშაკებს, ასევე სპორტსმენებს და ვიმედოვნებ, რომ 2025 წელი იქნება მათთვის კიდევ და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი შედეგების მხრივ. უსურვებ წარმატებას. ეს ღონისძიება ჩემთვის უკვე მესამეა. დიდი პატივია, რომ ამ ოჯახის ნაწილიც მეც ვარ და აფხაზეთი ზოგადად საერთოდ ტკივილია, ყველაზე საერთოდ ტკივილია. შეჯიბრებების კუთხით საკმაოდ იყო წარმატებაც, დამარცხებაც, ბოლოს წელი დავასრულე გამარჯვებით და ეს იყო რაღაცნაირად ჩემ თავთან ისევ იმის დასტური, რომ აუცილებლად სხვა შეჯიბრებებზეც უნდა ვთქვა ღირსეულად წარუდგინო ჩემი ქვეყანა. გავხდი ევროპის პრიზიორი და მსოფლიოს პრიზიორი 2028-ში ვეცდები ოქროთი ჩამოვიდე ოლიმპიადიდან. მადლობას გადავუხდი ამ აქ მოწვევისთვის და დაფასებისთვის.